თანამდებობიდან გადაყენებულმა ირაკლი ალასანიამ, როგორც ჩანს, მთავრობის გუნდის ნაკლი გარედან უფრო ნათლად დაინახა, ვიდრე უშუალოდ შიგნიდან ჩანდა. თუკი აქამდე თავდაცვის ყოფილ მინისტრს მთავრობის დამოუკიდებლობაში საჯაროდ ეჭვი არ შეუტანია, ჟურნალ Forbes-თან საუბრისას მან გაგვიმხილა, რომ საქართველოს ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები. ყოფილმა მინისტრმა მოქმედ პრემიერს მართვის სტილიც დაუწუნა და მისი პოლიტიკა ვაკუუმს შეადარა. აქცენტებს ალასანიას ინტერვიუდან ნანუკა ქაჯაია გაგვაცნობს. ღარიბაშვილი თუ ივანიშვილი ვინ მართავს ხელისუფლებას? ვისი მითითებით იღებს გადაწყვეტილებას მოქმედი პრემიერ-მინისტრი? ეს კითხვა კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა Forbes Georgias ინტერვიუ მისცა. იმის გამო, რომ ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და დღეს ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი საკითხის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის, რასაც ჭირდება 5 წუთი, ან თუნდაც 1 დღე, ეს იჭიმება 2 თვე. შიდა პოლიტიკური თემების შემდეგ საგარეო პოლიტიკაზე ახლა უკვე ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ალასანია საქართველოში ევროატლანტიკური მისწრაფებების შენელების ტენდენციას ხედავს. ყოფილი ძალოვანი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც საუბრობს. ამის შეჩერება არავის არ შეეძლო, იმიტომ რომ ეს არის გეგმა, უფრო დიდი გეგმა ვიდრე მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული. სწორედ ამის გამოძახილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ამას უნდა დაუპირისპირდეს საქართველო ერთადერთი გზით. მთელი საზოგადოება უნდა შეიკრას და გააგრძელოს ის აღებული კურსი. ჩვენ გვაქვს არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად, ეფექტურად, დინამიურად შეიძლება მივუახლოვდეთ ამ გზას და არ დავკარგოთ დრო, არ დავკარგოთ ძალები სხვა რამეზე. ან გაიჭიმოს ეს გზა ევროპის. ევროატლანტიკური კურსის შენელების ტენდენციას ვერ ხედავს ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. უილიამ ლაჰიუ ალასანიას მიმართ პატივისცემას გამოხატავს, თუმცა არ ეთანხმება. არსებითი პაკეტი, რომელსაც ხელი მოეწერა ველსის სამიტზე და საქართველოსა და ნატოს შორის ამ პაკეტით გათვალისწინებული შეთანხმებები ხორციელდება გაერთიანებული შტაბის დონეზე. ეს სამხედროებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს და სამოქალაქო მხარე ამ შემთხვევაში ნაკლებადაა ჩართული. თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებები არც მინისტრთა კაბინეტში მოსწონთ. ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ და ივანიშვილი მათ საქმიანობაში არ ერევა. არც ერთხელ არ მინახავს რაიმე გარეშე ჩარევა, თუნდაც იმ სფეროში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მართავს მთავრობას და ძალიან ეფექტურად. ვინ ვის რჩევას ითვალისწინებს, ეს საკითხი მართველი გუნდის დეპუტატებს ხუმრობის ხასიათზე აყენებს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს. ადამიანებს შეიძლება ავტორიტეტები ყავდეს და შეიძლება კაციც ცოლის პოზიციას უსმენდეს სახში და იმის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს. ეს ყველა ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა. ყოფილი მინისტრის პოზიცია დღეს მის თანაგუნდელებთან ერთად ყოფილმა ოპონენტებმაც გაიზიარეს. ერთი კაცი მართავს ქვეყანას, ამაზე აღარ საუბრობს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური განცხადებების გასაკეთებლად საერთაშორისო მედია აირჩია. ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. ეს მისი პირველი ვიზიტია თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.